ოფიციალური ვაშინგტონის პასუხი ოლიგარქიულ რეჟიმს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 20-მდე ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. თეთრი სახლი ამზადებს დამატებით სანქციებსაც მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად სავიზო შეზღუდვები შეეხება მინისტრებსაც, დეპუტატებსაც, სამართალდამცავი და უშიშროების სტრუქტურების წარმომადგენლებს და კერძო მოქალაქეებს. ვაშინგტონი განცხადებაში განმარტავს, რომ ეს არის პასუხი გაუმართლებელ ძალადობაზე აქციის მონაწილეების, მედიის, უფლებადამცველების და ოპოზიციის მიმართ. ნინო სამყურაშვილი ჩაგვერთვება ამ თემით, გისმენინა. დიახ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 20 პირს დაუწესა საქართველოს მოქალაქეს სანქციები და უნდა ითქვას ის, რომ პირველად არიან, როდესაც მოხსენიებული არიან, რომ დასანქცირდნენ ასევე მინისტრები. ჩვენ ვიცით ის, რომ როგორც ყოველთვის, როდესაც სავიზო სანქციების დაწესება ხდება, ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის მიხედვით არ ასახელებენ ხოლმე კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, რადგანაც ეს ყველაფერი სავიზო შეზღუდვების ნაწილზე არის აკრძალული. ფინანსური შეზღუდვები, როდესაც წესდება, მაშინ და სანქციები წესდება, მაშინ ჩვენ სახელები და გვარები ვიცით, მაგრამ ვინაიდან საუბარი არის იმაზე, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, თუ ვინმეს უნდა დაწესებოდა სანქციები, რა თქმა უნდა, მინისტრებიდან ალბათ დაწესებული სანქციები დიდი ალბათობით აქვს ვახტანგ გომელაურს, შინაგან საქმეთა მინისტრს, რადგანაც პასუხისმგებლობა სწორედ მასზე არის დაკისრებული და სწორედ სამართალდამცველ უწყებებზეც, როდესაც არის საუბარი, დიდი ალბათობით ერთ-ერთი პირი, რომელსაც სანქციები დაუწესდა, სწორედ ის არის. ამასთან ერთად, მინისტრთან ერთად არიან ასევე პარლამენტის წევრები, სამართალდამცავი უწყებები და უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირები და ასევე კერძო მოქალაქეები და სწორედ ამიტომაც შეგვიძლია ჩვენ ვივარაუდოთ, კერძო მოქალაქეებში შესაძლოა მოხსენიებული იყოს ვინმე ბიზნესმენი ან ქართული ოცნების პროპაგანდისტი, რომელიც პირდაპირ პასუხისმგებელი არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. როდესაც წესდება სავიზო სანქციები, მათ ყოველთვის ხდება ხოლმე ასე, რომ ელექტრონულ შეტყობინებას მიიღებენ ხოლმე ისინი, თუმცა ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირებს არც ერთს არ უთქვამთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტიდან ეს შეტყობინება მიიღეს, რადგანაც შეგახსენებთ იმასაც, რომ რუსული კანონი, როდესაც მიიღო ქართულმა ოცნებამ, ამის შემდეგ 90-ზე მეტ პირს მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ 100-მდე პირი უკვე არის დასანქცირებული აი ამ სავიზო შეზღუდვები, მაგრამ ქართული ოცნების არც ერთ წარმომადგენელს არ უღიარებია, რომ ისინი არიან დასანქცირებულები და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი თავის განცხადებაში საქართველოს ხელისუფლებად არ მოიხსენიებს და მხოლოდ ახსენებს ქართულ ოცნებას და ეს არის ძალიან ხაზგასასმელი დეტალი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირები და ოლიგარქიულ რეჟიმს ხელისუფლებად ისინი არ მოიხსენიებენ. სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს აცხადებს დამატებითი ქმედების შესახებ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზის გაცემას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. დღევანდელი გადაწყვეტილება შეეხება დაახლოებით 20 პირს, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც იკავებენ მთავრობაში მინისტრის თანამდებობას, არიან პარლამენტში, მსახურობენ სამართალდამცავ და უშიშროების სტრუქტურებში და არიან კერძო მოქალაქეები. შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ქართული ოცნების მიერ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ. ქართულმა ოცნებამ გადაუხვია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. ჩვენ მზად ვართ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის შელახვაში, დავუქვემდებაროთ სავიზო შეზღუდვებს. ჩვენ ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. ქართულ ხალხთან ერთად გვინდა ვიხილოთ ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მტკიცედ იქნება ინტეგრირებული. ჩვენი დღევანდელი ქმედებები აჩვენებს ამერიკის გადაწყვეტილებას და ემატება აქამდე გამოცხადებულ ნაბიჯებს, რომლებიც ეხება ქართულ ოცნებასთან აფილირებულ 100-ზე მეტ პიროვნებასა და მათი ოჯახის წევრებს. ჩვენ დავუწესეთ სავიზო შეზღუდვები ქართული ოცნების 20-მდე თანამდებობის პირს, პოლიციელებს და სხვებს საქართველოში დემოკრატიის შელახვის გამო. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საქართველოში დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლების მხარდასაჭერად. იმედგაცრუებული ვარ, ქართული ოცნების მთავრობას არ გადაუხდია არანაირი ფასი თავისი ქმედებისთვის, რადგან ის ეწინააღმდეგება ხალხის ნებას და მისდევს პუტინის ავტორიტარულ სცენარს. დრო ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესოს ძალადობასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებს.
და პირველი შეფასებები გაკეთდა სავიზო შეზღუდვების დაწესების შემდეგ და სანქციების დაწესების შემდეგ ოლიგარქიული რეჟიმის მიმართ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ახლა ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოს მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები იჩენენ ქართული ხალხის მიმართ და ის, რომ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო დაუწესდათ ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირებს სანქციები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გზავნილი საიმისოდ, რომ იქნება აუცილებლად ფინანსური სანქციებიც და თუ ახლა საზოგადოება ვერ იგებს იმას კონკრეტულად სახელებით და გვარებით ვის დაუწესდა ეს სანქციები, როდესაც დაწესდება ფინანსური სანქციები, მაშინ რა თქმა უნდა ყველა გაიგებს იმას თუ ვინ მოხვდა აი ამ სასანქციო რეჟიმში, რადგანაც როდესაც ოპოზიციის თქმით გადაუხობ დემოკრატიას, როდესაც გააყალბებ არჩევნებს, მიიტაცებ ხელისუფლებას და ქვეყანას შეუცვლი ისტორიულ არჩევანს, რაც არის ევროინტეგრაცია, ქვეყნისთვის აუცილებელი არის, რომ ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვინც ქვეყანაში დემოკრატიას ძირს უთხრის. პირველ რიგში ეს არის ხარდაჭერა ქართული ხალხის მიმართ მათი ევროატლანტიკური არჩევანის გზაზე, მეორე ეს არის ხარდაჭერა იმ საპროტესტო აქციებზე, რომლებსაც ქართული ოცნება ცდილობს, რომ სისასტიკით და ძალის გამოყენებით ჩაახშოს და მესამე და მნიშვნელოვანი ხაზი გაეცნო იმას, რომ მაღალი თანამდებობის პირებს, მათ შორის მინისტრებს და შესაძლოა ეს იყოს გომელაური, შეეხებათ ეს სანქციები, ასევე კერძო პირებს, ანუ შესაძლებელია იყოს სანქციები გავრცელდეს ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ჩართული არიან ქართული ოცნების პრორუსული პროპაგანდის გავრცელებაში, არც ერთ წინადადებაში, არც ერთ მოცემულობაში, არც ერთი შეფასების დროს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს არ გამოუყენებია ქართული ოცნების მიმართ სიტყვა მთავრობა, ანუ ისინი იყენებენ ყოველთვის სახელწოდება ქართულ ოცნებას და მათ არ მოიხსენიებენ როგორც საქართველოს ხელისუფლებას ან მთავრობას. სავიზო სანქციის შემდეგ აუცილებლად იქნება ფინანსური სანქციები და კონკრეტულ თანამდებობის პირებს, ეგრეთ წოდებულ თანამდებობის პირებს, არაღიარებულ თანამდებობის პირებს შეეხება და ყველა ნახეთ, მათ შორის ის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააუქმა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, რაც არის გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი აუცილებლად იქნება სანქცირებული. შესაბამისად, ივანიშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი, გომელაური, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი აი ამ სანქციებს ნამდვილად ვერ გაიქცევიან და დამატებით ის ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში არბევენ, აწამებენ არაადამიანურად ეპყრობიან საქართველოს მოქალაქეებს. ამ სანქციებს სხვა პოლიტიკურ სვლებს, რომელსაც გააკეთებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ყველას მიზანი იქნება, რომ ამ ქვეყანაში მოხდეს სტაბილიზაცია, ახალი არჩევნების გზით საქართველოს დაუბრუნდეს მის ევროპულ არჩევანს. შესაბამისად, ყველა ამ სანქციას ექნება ეს მიზანი. ის თუ აქვს თუ არა გავლენა აი ამ პროცესებს, იგივე მაკრონის ზარს, იგივე სანქციებს, არ ვიცი, ეს კითხეთ ქართული ოცნებას და გადაახვევთ თქვენივე ეთერები, სადაც დაინახავთ შეშინებულ, შეშფოთებულ და საკმაოდ მყვახე სახეებს ქართული ოცნების წარმომადგენლებს. შეუძლებელია, რომ ცივილიზებულ სამყაროში გადაადგილების შეზღუდვა არ მოახდინოს გავლენა იმ ადამიანებზე, რომელიც კორუფციაში ხრჩობიან და შემდეგ ამ ფულს ხარჯავენ ცივილიზებულ სამყაროში. ის სავიზო შეზღუდვები ამატებითი, რომელიც ახლა უკვე გამოცხადებულია ივანიშვილის ეგრეთ წოდებულ მთავრობასა და ეგრეთ წოდებულ პარლამენტზე, არის პრელუდია და ასევე განცხადებაში მოხსენებულია ის, რომ სანქციების პროცესი მუშავდება და ეს სანქციები არის სწორედ იმ ქართული ხალხის დამსახურება, რომელიც 2 კვირის მანძილზე იცავს ამ ქვეყნის კონსტიტუციას, მიუხედავად სიცოცხლის საფრთხის შექმნისა, რასაც ივანიშვილი ქართული ოცნება პარტიულად 28 ნოემბერს გამოაცხადა ოლიგარქიულმა რეჟიმმა, რომ ისინი უარწაბობდნენ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე და საქართველოს ისტორიული არჩევანის შეცვალეს და ამის შემდეგ უკვე 30 ნოემბერს ქვეყნის სტრატეგიულმა პარტნიორმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოაცხადა ის, რომ ისინი ამზადებდნენ ახალ სანქციებს და იქიდან რამდენიმე დღეში კონკრეტული გადაწყვეტილებები გამოცხადდა საქართველოს 20 მოქალაქეს დაუწესდა სავიზო სანქციები. ისინი ვერ შეძლებდნენ ვერასდროს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლას და როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი თავის განცხადებაში წერს, ვისაც ახლა სავიზო შეზღუდვები დაუწესდა, ესენი არიან მინისტრები, პარლამენტის წევრები, სამართალდამცავი უწყებები, უსაფრთხოების სამსახურის მაღალი თანამდებობის პირები და კერძო მოქალაქეები და რა თქმა უნდა, სახელები და გვარები არ არის გამოცხადებული ამერიკის კანონმდებლობით, როგორც გითხარით, ეს ყველაფერი იკრძალება, მაგრამ თუ ვივარაუდებთ იმას, რომ მინისტრები პირველად ჩაწერეს ამ სიაში, დიდი ალბათობით ერთ-ერთი, ვისაც ეს შეეხო, ეს სანქციები არის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.